მაშინ როდესაც ჩვენ საქმიანობას ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი მავნებლობას და ჭორაობას უწოდებს, ჩვენ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ თქვენსავე მომართვის და ჩვენს მიერ დაფიქსირებული პრობლემების საფუძველზე მომზადებული რეპორტაჟების ნაწილი. მე ჩემეუღლეს 2 დღე რო არ მივაწოდო წამალი, მე სკოლაში ჩამივარდე. 2021 წელს სამცხე-ჯავახეთში ფსიქოტროპული მედიკამენტები თვეების განმავლობაში ბენეფიციარებზე არ გაიცემოდა. რეგიონში 500-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შეწყვეტილი მომსახურეობის მიზეზი რეგიონში ლიცენზირებული ფარმაცევტის არარსებობა იყო. ჩვენი რედაქცია თვეების განმავლობაში ესაუბრებოდა მედიკამენტების საჭიროებების მქონე ოჯახებს და პასუხისმგებელ პირებს. უწყვეტი გაშუქების შედეგად არაერთი სამთავრობო უწყებების მიმართვის შედეგად სამცხე-ჯავახეთში ფსიქოტროპული მედიკამენტების მიწოდება აღდგა. გამოჩნდა თქვენი ტელევიზია. მოჩვით. აი ისე რომ ძალიან გუთმ მიიტანეთ ნამდვილად. თქვენი საშუალებით მოხდა ის რომ ეს ფიჭრო სამინისტროშიც გარეკეთში შეაწყვეტა ყველა ორგანიზაცია კი ვინმეს ეკუთვნოდა მე ესე ვიცი ესეთი ინფორმაცია მაქვს და დღესდღეობით ეს პრობლემა აღარ 2023 წელი ახალციხეში ტაბიძის ქუჩაზე დაზიანებული საავტომობილო გზა, რომლის რეაბილიტაციასაც ხალხი 7 წელი ითხოვდა. ჩვენი ინტენსიური გაშუქების და პრობლემის დღის წესრიგად არ მოხსნის შედეგად დაიგო. მერიას ტაბიძისა და ბაღინაშვილის ქუჩაზე გზის დაგება 300,000 ლარზე მეტი დაუჯდა. წალკის სოფელ კოხტაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლა ევროკავშირმა რომ ააშენა და აკრედიტაციის მიუხედავად საგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეებს რომ ვერ იღებდა ჩვენგან შეიტყვეთ. ჩვენი ჩართულობით და მოქალაქეების მიერ მკაფიოდ გამოხატული კრიტიკული პოზიციის შედეგად კოხტას სკოლაში მოსწავლეთა მობილობა დაიწყო. ბავშვები სოფელშივე მდებარე სკოლის ნაცვლად კილომეტრებს აღარ გადიან სხვა სკოლაში მისასვლელად. ახალციხეში რამდენიმე ქუჩაზე, კერძოდ რაბათის ტერიტორიაზე, ახალციხე ვალე ადიგენის გზაგასაყარზე და მარდის დასახლებაში გატეხილი, დაბურული და დაზიანებული საგზაო სარკეები ახალციხის მერიამ ჩვენს მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან დაახლოებით 2 კვირაში შეაკეთა. ეს დაზიანებული კიბეებიც მას შემდეგ მოაწესრიგეს, რაც საკითხით ჩვენ დავინტერესდით. პრობლემა მასალის მომზადებიდან 1 კვირაში მოგვარდა. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ზებრა ქვეითთა გადასასვლელი პირველად ისტორიაში სწორედ ჩვენი მუშაობის შედეგად დაიხაზა. ალბათ ასპინძის ქუჩაზე ეს ზებრა გადასასვლელიც გახსოვთ, რომელიც ისეთ ადგილას იყო დახაზული, რომ პირდაპირ ხესთან მიგიყვანდათ. მერიამ ვიდეოს მომზადებიდან მეორე დღესვე ბალახის გაზონი გაჭრა და ქვის ფილები დააგო. ჩვენი მედიით შეიტყვეთ წალკაში კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ სოფლიო მასშტაბის ძეგლების შესახებ, რომელთა დიდ ნაწილსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს და რომლებიც ნადგურდება. პეტროგლიფები იშლება, მენჰირები იქცევა, ყორღანები იძარცვება. პირველი იარაღის საწარმო ინგრევა და აღმოჩენილ დარანებს ისევ მიწა გადააყარეს. ჩვენ მოგიყევით ახალქალაქში აღმოჩენილი დარანების შესახებაც, რომელიც მაშინ გამოჩნდა, როდესაც იხტილა სამსარის საავტომობილო გზა გაიყვანეს. ჩვენვე მოგიყევით იმის შესახებ, რომ ისტორიული ძეგლების შესწავლას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არ აპირებს. ტოქტივის მიერ მომზადებული სიუჟეტით შეიტყო ახალციხელებმა ახალგაზრდა გიორგი ვარდიძის ბიზნესის ახალი პურის საცხობის შესახებ, სადაც მესხურ ტრადიციულ საფუარზე დამზადებული მესხური პურის რამდენიმე სახეობის დაგემოვნება შეგიძლიათ. ეს არის დარსვა. ჩვენვე მოგიყევით მუსხში მცხოვრები მარო ბაბოს შესახებ, რომელიც წლებია მესხური ტრადიციული ორნამენტების გამოყენებით ხალიჩებს, ფარდაგებს, წინდებს და სხვა ნივთებს ქსოვს და ახალგაზრდებს ასწავლის. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. წლებია ჩვენი გუნდი იღებს თქვენ შეტყობინებებს. აკვირდება თავად გარემოს და ცდილობს იყოს თემთან ახლოს. ყოველ დილით ვგეგმავთ და ვმუშაობთ პანდემიის დროსაც, უამინდობის და უძლურობის დროსაც. თავად განსაჯეთ, ამას ჭორაობა ქვია თუ საკუთარი საქმის ერთგულება საკუთარი თემისთვის. მე მინდა უსწრაფოდ გთხოვო
და გკითხო თუ გითხრა. არ ვიცი, რატომ მავნებლობ? აი მართლა მინდა ეს კითხვა დაგისვა, იმიტომ რომ თუ არა მავნებლობა, ეს კითხვები, განსაკუთრებით შენი ბოლო პერიოდის კითხვები, მე სხვას ვერაფერს ვერ დავარქნო. მე გეტყვი იმას, რომ ვიცით რომ ხართ მხარე, მუდმივად ცდილობ დისკრედიტაციას და ზოგადად არ გირჩევ იმ მხარეს დგომას, რომელ მხარესაც აი ეს ფსევდოლიბერალები, კომუნისტები ყოველთვის ცდილობენ რომ ააშენონ სოციალიზმი, მაგრამ ვერაფერი ვერ გამოსდით და ყოველთვის მე გეტყვი იმას, რომ ისტორიის პერიოდზე ყოველთვის კომუნისტებიც, ფსევდოლიბერალებიც აუცილებლად პოლიტიკურ არჩევნების შემდგარ ადგილზე ხვდებიან ხოლმე და ამიტომ ვთხოვ რომ სწორ ადგილზე დადგე.